სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. 79 ნაწილი დავიწყეთ, რომელიც 2022 წლის 9 ოქტომბერს იქნა ჩაწერილი და ძალიან საინტერესო არის და ჩემდა გასაოცრად მეც დავდოვე სახელი სათაურში არნო ბაბაჯანიანი. წარმოვიდგინეთ, აი სომეხი პიროვნება უსვავს ამ კითხვას. და როგორც გითხარით, სომეხი მისიონარებიც არიან უკვე სომხეთში, ჯონ მაკარტურისგან გაგზავნილი და იქაც ბევრი ცხოვრობენ, იცით, კალიფორნია სავსეა, განსაკუთრებით სან-ფრანცისკო და ლოს-ანჯელესი და უშუალოდ მეც შევხვდი სომხებს, როდესაც კალამინცევთა სტუმრად მივდიოდი და ისინიც ბრიტანეთის კოლუმბიიდან მოდიოდნენ და ჯორჯ მაკარტურიანაც იცით ხომ ბევრი არის კურსდამთავრებული. განა მარტო ისე კურსდამთავრებული ხალხო სემინარე, კურსდამთავრებული სომეხი და ეს პიროვნებაც აშკარად ამბობს, რომ ბიბლიის შესწავლის ფონდის რაღაცა საძმოს ჯგუფის წევრი არის, წევრი გრეისის სათემო ეკლესიაში. ასე რომ ნახეთ, ჩვენთვის ძალიან ჭკუის სასწაულია და აინტერესებს 1000 წლეულ სამეფოზე და მეც მაინტერესებდა ეს სამი ძირითადი შეხედულებაა. და თუ ესხატოლოგიას კარგად არ და მაგალითად რობერტ სპროული სულ სხვანაირად უყურებს ეს ესხატოლოგიას, მიხდომსა მეგობარი და ძმა არის ჯონ მაკარტურის. და იმიტომ გავლენა აქვს მას უფრო რეფორმატორების და აგერ პიროვნება ცვავს, რომ დაბნეულია, რომ პურიტანები და რეფორმატორების ბევრი განსხვავებული აქვს შეხედულება. და აი ნახეთ, მოусმენთ და თქვენ რომ მოისმენთ ერთ-ერთ ვერსიას ბატონი ჯონი რო ახსნის, მიხვდებით მე ამერიკაში რატომ არის ქრისტიანობის ესეთი აქტიურობა და ეს ბევრმა გააკეთა, რომ თითქოს და მათ გონით უკვე პროგრესისაკენ წავა, ეკლესია გამრავლდება, ეკლესია აიღებს სადავეებს და ესე მერე მოდის იესო ქრისტე. ეს არის შეცდომა. ესეთი მიდგომარი შეცდომა და ბევრს არ ჯერა ატაცების ეკლესიის. აი ჯონ მაკარტურის ნახეთ, არა მარტო ჯონ მაკარტურის ძალიან ბევრი რომელიც იზიარებს, ხო? პრიმელიანულ, ესე ვთქვათ, იმას გაგებას ნახავთ როგორი სწორი არის ეს პრიმელინიალიზმი, ხო? და ნახავთ ამასაც გაარჩევს ჯონ მაკარტური და აინტერესებს არნო ბაბაჯანიას, რომელია სწორი. საღამოშვიდობისა ძმაო ჯონით მიმართავს, მე სურათიც დავდევი პიროვნების. გამარჯობათ, მე არნო ბაბაჯანიანი ვარ გრეისის სათემოს ეკლესიის ბიბლიის შესწავლის ფონდისა და საძმოს ჯგუფის წევრი. ჩემი კითხვა მოგომარებს, პურიტანები პოსტმილენიალიზმის მიმდევრები არიან ბევრი და ბევრი რეფორმატორი ძმა იყო, რომ დისპენსარიალიზმს არ იზიარებდა. შეიძლება უფრო მოტი მოგვიყვეთ ამაზე, რატომ იყო ეს, რომ პურიტანებში არ იყო სწორი გაგება მილენიალიზმზე, ან 1000 წლეულზე. და ჯონ მაკარტური აზუსტებს, ანუ თქვენი კითხვა იმაში მდგომარეობს, რა რატომ იყვნენ პურიტანები პოსტმილენიალიზმის მიმდევრები? დიახ, პოსტმილენიალური. ჯონი მაკარტური შეუსწორებს. კარგით, მოდით გავანალიზოთ, რაზე ვსაუბრობთ ახლა. კითხვის დამსმელი არნოს სვავს კითხვას ესხატოლოგიის შესახებ. ანუ ბოლო ჟამზე. კაცობრიობის სამყაროს ბოლო ჟამზე შეხედულება, ამას ქვია ესხატოლოგია. თუ ეკლესიის ისტორიას უკან დაუბრუნდებით, ძირითადად იყო სამი შეხედულება. ესეთი არსებობდა. არსებობს ის, რასაც ჩვენ პრიმილენიალურ შეხედულებას უწოდებთ. ანუ თქვენ გჯერათ, რომ ბიბლია გვასწავლის, რომ იესო დაბრუნდება. ის ეკლესიას აიტაცებს და შემდეგ განკითხვის უამრავი ეს ყველაფერი ესენი იშლება დედამიწაზე, როცა ის ბრუნდება. აი დიდი ურვის ამბავი. ანტიქრისტეს მოსვლა და ბოლოს ის ბრუნდება, რათა თავისი სამეფო, როცა ანტიქრისტეზე გაიმარჯვებს, რომ თავისი სამეფო 1000 წლით დაამყაროს აქ, ამ დედამიწაზე, ფიზიკურ დედამიწაზე. ამგვარად ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტე 1000 წლიან სამეფომდე მოვა. 1000 წლეული უბრალოდ 1000 ნიშნავს და პრი ნიშნავს წინ. ესე იგი ქრისტე უსწრებს წინ და მერე ამყარებს თვითონ ამ 1000 წლეულ სამყაროს, როცა გაიმარჯვებს, ჩაგდებული არიან ცეცხლის ტბაში ანტიქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველი და სატანა კი 1000 წლით შებორკილი არის და ჩვენ ამას წინებზე წავიკითხეთ ეგ ბიბლიური ადგილები, ხომ მოგიყვანეთ. მე 20 თავიდან, მე 21-22 თავი, როცა ამბობდა ბროშურა 60-ზე. გახსოვთ, იესოს პატარა ბავშვმა რო დაუსვა კითხვა. და ჯონ მაკარტური ამბობს, რომ გამოცხადების მე 20 თავში 1000 წლის განმავლობაში იმეფებს
და ეს დაახლოებით 1000 წელი 6-ჯერ არის და მეც დავინტერესე მე მახსოვდა 3-ჯერ, მაგრამ 6-ჯერ არ მახსოვდა და აი მე ხლა წაგიკითხავთ რომ 6-ჯერ არის მართლაც მოცემული აქ და შეიძლება ხლა 6-ჯერ ღმერთმა გაიმეოროს რაც ვითომ სიმბოლურია, რაც როგორც ესმით ბევრს რომ ეს სიმბოლური არის 1000 წელი და ეს გარკვეულ რაღაცა დროს ნიშნავს და არა კონკრეტულ 1000 წლიან მართლობას. აი მოусმინოთ ახლა 6-ჯერ არის გამეორება, ღმერთი იმეორებს 6-ჯერ ამას. და ვიხილეს ზეციდან მე-20 თავი ესე იწყება. და ვიხილეს ზეციდან ჩამოვალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შევორკა 1000 წლით. ნახეთ პირველი 1000 წელი, ერთი პირველი ეს ხსენება. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცნუს ერები, ვიდრე 1000 წელი. მეორე. არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით განთავისუფლდება და ვიხილეთ ტახტები და მათზე მსხდომი და გადაეცათ მათ სამჯარო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოყრითი და სულები, რომლებმაც არც მხეცს დაყვანი, არც მის ხატებას დიდი ურის დროს, არც მისი ნიშანი მიიღეს შულზე და ხელზე. ისინი გაცოცხლენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად 1000 წელი. აგერ კიდე მესამე. ნახეთ, სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლენ, ვიდრე არ შესრულდა 1000 წელი. 4. მე-4. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმინდა ის, ვინც პირველ აღდგომაში აქვს წილი, მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს. ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს თვლილი და მასთან ერთად იმეფებიან 1000 წელს. მე-5 და მე-7 მუხლი ესე იწყება. 1000 წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავის აპყრობ. 6-ჯერ არის. 1000 წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავის აპყრობიდან, მერე გახსოვთ, ხო? კიდევ აცუნებს და მერე მოდის უკვე ახალიცა და ახალი დედამიწა. ასე არის დალაგება. აგრძელებს ჯონ მაკარტური, ასე რომ მომავლის სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული გაგება ეს არის. ახლა თუ გამოცხადების წინს მიყვებით, ყველაფერი ლოგიკურია და მე ძალიან გამიადვილა ხალხო, ძალიან გამიადვილა ამის დალაგება ქრონოლოგიურად, იმიტომ რომ ადვილი არ არის ქრონოლოგია რომ წაიკითხო იქ. და ამას როცა ამ პრიმილენიანურ ვერსიას მიყვებით და ჯონ მაკარტური და ასევე ბევრი უორენ ვირსბი ყველანი ძალიან ძლიერები ამაში მე გამიკვირდა რობერტ სპრაულს რატომ მოვიდა რაღაცა განსხვავებული უნდა თქვა თუ რაიო დამაბნია ძალიან მაგის სიმანს რო იცოდეთ გაგებამ გამოცხადების წინზე და იმიტომ რომ ძალიან კალვინისტური გავლენა აქვს და კალვინს საერთოდ თურმე არაფერი არ უთქვია ამასთან დაკავშირებით ჯონ მაკარტური იტყვის ამას ნახეთ აი როგორ ქრონოლოგიურად არის დალაგებული ესე იგი გამოცხადების მე-3 თავებში დედამიწაზე ეკლესია წარმოდგენილია. გასვოთ ეკლესიისადმი არ მიმართვა, ხო, შვიდ ეკლესიას. მერე უეცრად მე-4 და მე-5 თავებში წმინდანებს ჩვენ ხედავთ უკვე ცაში. წმინდანები ცაში არიან. შემდეგ კი მე-6 და მე-18 თავამდე უკვე იწყება დიდი ურვა. მთელი სოშიალური ჯოჯოხეთი იფეთქებს, როდესაც ეს განკითხვა დადგება. და ეკლესია არ არის იქ, ხედავთ? 7 წლიანი პერიოდის ბოლოს გამოცხადების მე-19 თავში ქრისტე ბრუნდება და განჯის უღმერთოებს. მე-20 თავში ის იწყებს თავის 1000 წლეულ მეფობას დედამიწაზე და მეფობს 1000 წლის განმავლობაში სიმართლესა და მშვიდობაში დედამიწაზე. ამ დროის ბოლოს მთელი სამყარო შეწყვეტს არსებობას, იცით სატანა კიდე გამოშვებული იქნება შეაცვეს, დიდი ომი იქნება და მერე ქმნის ის ახალ ცას და ახალ დედამიწას და მარადიული მდგომარეობა იწყება. ხედავთ 1000 წლეული უსწრებს ახალ ცას და ახალ დედამიწას. ქრისტეს მეორედ მოსulis ნახეთ, ესე იგი რომ მოდის ქრისტე, მერე გამარჯვების შემდეგ ამყარებს 1000 წლეულს. ეს არის გამოცხადების წიგნის ძალიან მარტივი ქრონოლოგია. მაგრამ თეოლოგიისა და დისკუსიების წლების განმავლობაში ისტორიულად ყველას არ ჯეროდა ამის. ნაწილობრივ თეოლოგიის განვითარებაში გარკვეული პროგრესი იყო. ამიტომ არსებობდა რამდენიმე სხვა ალტერნატივაც. კიდევ ერთი ალტერნატივა არის ის, რომ არ არსებობს რეალური 1000 წლეული. ზოგიერთის ეს გონია, რომ 1000 წელი სინამდვილეში არ ნიშნავს 1000 წელს მათი გაგებით და უფალი თითქოს არ დაბრუნდება და არ დაამყარებს თავის სამეფოს დედამიწაზე. 1000 წლეული უბრალოდ ერთგვარი სულიერი იდეაა. მათ ესჯერათ და ამ ადამიანებს ქვია ამილენიანისტები. მიტოვებას ნიშნავს ალფა, რომ ისინი უარყოფენ 1000 წლეულს. ასე რომ ისინი იტყობდნენ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს გამოცხადების მე-20 თავში, თურმე ეს არ ნიშნავს 1000 წელს პირდაპირ გაგებით და არც დედამიწაზე სამეფოს, რადგან დედამიწაზე არ იარსებებს სამეფო, რომელიც განსხვავდება ამჟამინდელი სამეფოსაგანო, რომელიც არის ეკლესია მსოფლიოში. და შემდეგ მე-3 არის პოსტმილენიალური შეხედულება. პოსტმილენიალური შეხედულება ამას გულისხმობს, რომ ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მოდის 1000 წლეულის შემდეგ. ნახეთ? ესე იგი და მე კათოლიკებსაც რო შევიკითხე, უკვე 1000 წლეულში ვარ, თუ ბევრმა კათოლიკემ ესე მითხრა. და ბევრი პურიტანიც იყო, ვინც ამ შეხედულებას იზიარებდა.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ყველა შეხედულებას იზიარებდა, ხედავთ, სამივეს. მაგრამ პოსტმილენარული შეხედულება ამბობს შემდეგს. და ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ძნელად თუ შემოწმენაში. პოსტმილენარული შეხედულება ამბობს, რომ სოფლიოში ყველაფერი უფრო და უფრო გაუმჯობესდება. ხედავთ, ნელ-ნელა. და ეკლესია თითქოს და აყვავდება, გაიზრდება, არა მხოლოდ სულიერ ერთეული იქნება სოფლიოში, სულიერად. არამედ ეკლესია უკვე აიღებს კულტურის ყველა ინსტიტუტს. ხედავთ, რატო არიან პოლიტიკაშიც ახლა ამერიკელები, რომ აქტიურობენ პოლიტიკაში მოსასვლელად, რომ კანონები შეცვალონ. თუნდაც ეს ჩარლი კირკიც რასაც ცდილობდა და არიან მისი მსგავსი კიდევ ძალიან ბევრი ნაციონალურ ქრისტიანობას რო იმაშრებიან პასტორებიც. ხედავთ, როგორ საუბრობენ პოსტმილენური ადამიანები კულტურულ ომზე, ასე რომ ისინი ერთგვარ ხაფანგში არიან ერთხრივ სახარების ქადაგების სურვილით, რათა ადამიანები მოიქცნენ და მეორე მხრივ სურვილი რომ აიღონ ადამიანური ინსტიტუტებიც. ესე იგი ავრცელებენ სახარებას და ამავე დროს უნდათ რომ აიღონ პოლიტიკური მართლობა და ასევე კულტურული, იდეოლოგიური სფერო, რათა შეძლონ სამეფოს დამყარება და შემდეგ უკვე ქრისტესთვის ამის გადაცემა და თითქოს და მერე ამას ქრისტეს უმზადებენ და გადაცემენ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის შეერათ, რაც ძალიან ვიმეორებ, ძალიან ძნელი დასაჯერებელი რომ სამყარო თითქოს და უკეთესობისკენ მიდიოდეს. როდესაც ბიბლია ამბობს საპირისპიროს ხალხო და ამას იმეორებს თეოფილე მალაკიაც თქვენ თუ უსმენთ ხოლმე, ხო? ეს მიდის უარესობისკენ. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია პოსტმილენარული შეხედულება. სინამდვილეში პოსტმილენარის უმეტესობა გაქრა პირველი და მეორე მსოფლიოს შემდეგ. პირველი და მეორე მსოფლიო ომი იყო შოკში მოიყვანა. ამას მოყვა ეგზისტენციალიზმის იცით, ხო? რომ მეორე მსოფლიოში მარტო 71 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს არის კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელი ერა. და ეს არ მოხდა სადღაც ძველად იმეების დროს, ბაბილონის და იმის. ეს მოხდა თანამედროვე დროში, მე-20 საუკუნეში, ორივე ომი, ყველაზე დამანგრეველი ომები. და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ საყარო არანაირად არ გაუმჯობესებულა. მაგრამ რეფორმატორების და პურიტანების ეპოქაში, ლაპარაკია მე-14-მე-15-მე-16 საუკუნეებში, ამის დოქტრინის სიცხადე არ იყო. არ განვითარებულა, გეტყვით რატომ. როდესაც ეკლესია წარმოიშვა რომის კათოლიციზმის 10 წლის მმართველობის შემდეგ, რეფორმაციის დროს, მას მოუწია ყველა დოქტრინის, ძირითადი დოქტრინის აღდგენა, ბიბლიაზე დაყრდნობით. მათ ჰქონდათ საბჭოები ქრისტეს ბუნებაზე, ქრისტეს ღვთაებრიობაზე, იკრიბებოდნენ და ადგენენ ამას, რაც კათოლიციზმში არ იყო, ღმერთის ბუნებაზე, ხსნის ბუნებაზე, სულის ხსნა, წმინდა წერილის ავტორიტეტზე. და ისინი იყვნენ ძალიან დაკავებული ამ საკითხებით. მათ უნდათ რომ დისტანცირება მოეხდინათ რომაული სისტემიდან და დაებრუნებინათ წმინდა წერილის ავტორიტეტი და ჭეშმარიტი გაგება. და ადრეულმა რეფორმატორებმა ბოლომდე ვერ შეძლეს, ვერ მივიდნენ, დროც აღარ ეყოთ, რომ ბოლოს უკვე ბიბლიური შეხედულება ესხატოლოგიაზე, ანუ ბოლო ჟამის მოვლენებზე ნათლად წარმოიჩინათ. ასე რომ თქვენ ყავთ მარტინ ლუთერი, ადამიანი, რომელმაც ღმერთმა გამოიყენა რწმენით გამართლების დოქტრინის ხელახლა დასაბრუნებლად, ეს იყო მისი დიდი დამსახურება, ასევე ყავთ ჟან კალვინი, რომელმაც უფალმა გამოიყენა ხსნის დოქტრინის მაქსიმალურად ფართოდ გასარკვევად და გასაგებად. მაგრამ ისინი ესხატოლოგიამდე ვერ მივიდნენ. არ იყო დრო. სინამდვილეში თუ ავიღოთ ჯონ კალვის, უდიდესი შრომა გაწია მან და დაწერა კომენტარები თითქმის ბიბლიის ყველა წიგნზე, გარდა გამოცხადებისა. მათ იმდენი ბრძოლა მოუწიათ საძირკვლებზე, ნიშნულოვანზე, ხო? და ეს აღდგენის პროცესში იყო. დრო აღარ იყოთ ესხატოლოგიაში, რომ უფრო გარკვეული იყო და კრისტალიზაცია მოეხნიათ ბოლო ჟამის პერიოდებს. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ესხატოლოგიის სიცხადე, გაქვთ გამოცხადების წიგნის მარტივი, პირდაპირ ინტერპრეტაცია და გამოცხადების ქრონოლოგია, ძალიან ნათელია, რომ ეკლესია დედამიწაზე მეორე სამეთავებში არის მოცემული და მერე გაყვანილია და ზეცაში უკვე ჩდება ეკლესია მე-4-მე-5 თავებში, რაც მიუთითებს ატაცებაზე. მე-6-მე-18 თავებში გაქვთ განკითხვა, რომელიც მოდის გასაჭირის დროს, დიდი ურვა. ამის შემდეგ მოდის უფალი, იესო ქრისტე, ანადგურებს უღმერთოებას, ანტიქრისტეს და წინასწარმეტყველს ცეცხლის ტბაში ჩააგდებს, სატანას დაბორკავს და ამყარებს 1000-ლოვან სამეფოს გამოცხადების მე-20 თავში. შემდეგ 21 და 22 თავებში გაქვთ ახალისა და ახალი დედამიწა. ეს არის გამოცხადების მარტივი ქრონოლოგია. და ეს რთული არ არის. სინამდვილეში ის იწყება გახსოვთ თავიდან კურთხევით, ნეტარია ის ვინც კითხულობს და ესმის ის წიგნი.
გახსოვთ ხომ, როდესაც და ეს რთული არ არის. სინოდოში წარმარტებული ამილენიანისტი რომ იყო, უნდა თქვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რასაც ამბობსო. ან წარმატებული პოსტმილენისტი ზუსტად იგივეს, რომ ამბობენ, რომ ეს პირდაპირ გასაგები არ არისო. მაგრამ ეკლესიაში თეოლოგიის განვითარებაში საკმარისად ჩვენ უკვე წინ წავედით, რომ თქვათ, რომ უკვე ჩვენ შეგვიძლია ამის სწორი ინტერპრეტაცია. ამიტომ ვერან ვერ გაიმართლებს თავს, რომ უკვე ესხატოლოგია მისთვის არ არის ცნობილი. ახლა უკვე იქ ვართ და ფიქრობ ბიბლიური სწავლება ძალიან ათელი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისტორიაში ვიმეორე თქვენ კითხვას რო პასუხი გავცე, ისტორიაში იყო დრო, როდესაც ისინი პურიტანებზე ალაპარაკი რეფორმებდა, ჯერ კიდე ბოლომდე ვერ მივიდნენ გამოცხადების წიგნის დეტალურ შესწავლამდე და მის კარგად გამოკვლევამდე. კარგით? ეს არის ჩემი პასუხი. მადლობა კითხვისათვის. აღვლაპარაკო ხალხო ახლა რომ მოусმინოთ თქვენ მართლმადიდებლებს და იმას რა სისულელებს მოისმენთ მართლმადიდლებისაგან. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხო?